გარდაბნის მეორე ნომრის უბანზე კომისიის ხელმძღვანელი გამოიჩინა გარკვეული აგრესიულობა. ეს აგრესიულობის მთავარი მიზეზი იყო ის, რომ მე დავდექი აპარატურის უკან და დავიწყე დაკვირვება რეგისტრაციის აპარატისა. და ამან გამოიწვია საარჩევნო უბნის ხელმძღვანელის რეაგირება. ის გარკვეულწილად გრძნობდა თავს დაძაბულად და მითხრა, რომ 2 მეტრის შორის უნდა დამდგარიყავი, არ მქონდა უფლება, რომ რეგისტრატორის აპარატის უკან დამდგარიყავი და გარკვეული შელაპარაკება მოხდა ჩვენს შორის. რა საკეთებ? რა მიგეკითხება ამათ? ფოტო გადავუგე. მარნეულის უბნებში, სადაც უარესი სიტუაცია დამხდა, მართალი რომ გითხრათ, ერთ-ერთ უბანში იყო ძალიან ბევრი ადამიანი, როგორც ამომრჩეველი, ისე არა უფლებამოსილი პირები. უბანში დაშვება ხდებოდა მარკირების წესების არ დაცვით და გარკვეული ხალხმრავლობა იგრძნებოდა. ამაზე გარკვეული შენობები მიმეცი, მიუხედავად ამისა, მაინც გრძელდებოდა მარკირების არასათანადოდ შემოწმება. ამ უბანში ასევე იყო ქართული ოცნების გონგო ორგანიზაციის წევრები, ერთი ორგანიზაციიდან რამდენიმე დამკვირვებელი, ამაზე საჩივარის დავწერე, მაგ მომენტში მდივანმა დროებით გაიყვანა კონკრეტული ეს პირი, ისინი გამოირჩეოდნენ გარკვეული ინტერესით ქართული ოცნების მიმართ და ადამიანები ამომრჩეველს დაყვებოდნენ უბნის გარედან მთელი პროცესის განმავლობაში, სანამ ისინი დაატოვებდნენ უბანს. რამდენიმე ცესკოს თანამშრომელი ცდილობდა, რომ ეს ეგრეთ წოდებული თავი ჩაეყო კონკრეტულ საარჩევნო ყუთში და მიეთითებინა ესა თუ ის კანდიდატურა შემოეხაზა. ამავე უბანში ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობასაც დამკვირვებლების მიმართ. ჩვენ ვიყავით 4 დამკვირვებელი, როდესაც შევამჩნიეთ ცესკოს თანამშრომლის მიერ ამომრჩევლის ხმის მისცემის პროცედურაში ჩარევა, რაზეც უკმაყოფილება გამოვაქვთ და საჩევრის დაწერას ვაპირებდით, რადგანაც მოხდა ძალადობის ფაქტი, გამოვიგრძახეთ პოლიცია, 3 ადამიანმა დარეკა პოლიციის სამსახურს, მაგრამ სამწუხაროდ ადგილზე არ გამოცხადებულა პოლიციის თანამშრომლები. მკვლევრის ინფორმაციით, მარნეულის 22 საარჩევნო ოლქის მე-12 საარჩევნო უბანზე დროის გარკვეულ მონაკვეთში რეგისტრატორებთან შევამჩნიე, რომ ბიულეტენები იყო მომზადებული, გახეული, ბეჭედ დასმული და ხელმოწერილი, მთელი დასტა. ამაზე გარკვეული გაფრთხილება და საჩივარის დაუწერე, ზედაპირი არ იყო დაფარული და სხვა დამკვირვებლების მიერ ჩემთვის შეტყობინებული იქნა, რომ ამავე უბანში დღის განმავლობაში ადგილი ჰქონდა მრავალი რაოდენობის ბიულეტენის ერთდროულის ჩაყრის ფაქტები. როცა ისინი სახლში მივიდნენ და თავიანთ შვილებს სახეებში უყურებენ, არ უნდა იფიქრონ, რომ რატო გაიყიდნენ თუ რაიმე პრიორიტეტის სანაცვლოდ ესა თუ ის გაყალბების სქემას ხელი შეუწყოს. ჩვენ უნდა დავემახსოვროთ, რომ მომავალი ჩვენი შვილებისაა და მათი კეთილდღეობისთვის ყოველთვის სწორი ნაბიჯები უნდა გადავადგათ.